ოპერაცია ენვერს გამოხმაურება რუსულ მედიაშიც მოხდა. რუსეთის ფედერალური არხის ვესტის მთავარ გამოშვებაში ვრცელი სიუჟეტი გადაიცა, რომელიც შინაარსობრივად მხოლოდ ოფიციალური მოსკოვის პოზიციას იმეორებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ჯაშუშების დაკავება მორიგი პროვოკაციაა. კორესპონდენტი ტელეეთერში მხოლოდ ოფიციალური მოსკოვის გამომართლებელ მიზეზებს ეძებდა. ამ პოზიციიდან გამომდინარე ფილმს სიუჟეტები მიუძღვნეს სხვა რუსულმა არხებმაც. ჟურნალისტები დეტალურად აანალიზებენ ფილმში გადაღებულ სცენებს და ეძებენ მიზეზებს, თუ როგორ გაიცვან რუსული სპეცსამსახურების შელახული იმიჯი. ჯაშური ქსელის გამოაშკარავება განხილვის მთავარი თემა იყო ეხო მოსკოვის პირდაპირ ეთერშიც. გადაცემა ასობა ემნიენია, რომელიც ტატიანა ფელინგაუერსა და ლეონიდ რაძიხოვსკის მიჰყავდათ ძირითადად ოფიციალური მოსკოვის პოზიციას დაეთმო. ანალიტიკოსი ლეონიდ რაძიხოვსკი ხაზს უსვამს, რომ მისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაუგებარია. ლეონიდ რაძიხოვსკი უწყების განცხადების იმ ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას, თითქოს ოპერაცია ენვერი ქართულმა სპეცსამსახურებმა განგებ დაამთხვიეს ნატოს ლისაბონის სამიტს, რათა მედვედევისათვის საერთაშორისო სამიტზე რეპუტაცია გაეფუჭებინათ. არსებობს ვერსია, რომ ქართველებმა ეს დაკავება რუსეთ ნატოს მოსალოდნელ სესიას მიუძღვნეს, რათა მედვედევი ნატოს სამიტზე ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო. ჩემი აზრით, ეს ვერსია ძალიან სუსტია. ეს არ უფუჭებს მედვედევს რეპუტაციას. ჯაშუშები ყველგან არიან და დროდადრო მათ იჭერენ. სხვა თემაა, რომ რუსი ჯაშუშები არაპროფესიონალები არიან. ამაშიც ეჭვი უკვე აღარავის ეპარება ჩემპიონის ისტორიის შემდეგ და ბოლოს რა შეჭირდება საქართველოს ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაფუჭება. პირიქით, მოდით ახლა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა დალაგდება, საქართველოზე მარწუხების ზეწოლა შეზუსტდება. ამიტომ თბილისს არ სჭირდება ჩაფურთხება რუსულ კომპოტში. ეს უაზრობა იქნებოდა და შესაბამისად ეს ვერსიაც საყაზრს მოკლებულია. Бросать дохлые кошки в компот Россия-НАТО, по-моему, довольно бессмысленно.